other things. What about გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი მომდევნო დღეებში მოსკოვში ვიზიტს გეგმავს, რათა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს. მათ უნდა ისაუბრონ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. The very beginning of this war insisted and ყველაფერი ცხადია, როგორც იცით, ჩვენ და პირადად მე ომის დაწყებიდან ვითხოვდით, რომ შენარჩუნებულიყო კომუნიკაციის ღია არხები კიევსა და მოსკოვს შორის. მე რამდენჯერმე შევხვდი როგორც პრეზიდენტ პუტინს, ისე სერგეი ლავროვს, როსატომის ხელმძღვანელსა და ასევე სამხედრო პირებს. the CEO of Rosatom, people from the military. მანამდე რაფაელ გროსი კიევში ერთ-ერთ ქვეს ადგურს ეწვია. მან თავად ნახა ის ზიანი, რომელიც რუსების თავდასხმის შედეგად მიადგა ქსელს. რაფაელ გროსი ამბობს, რომ მიყენებულმა ზიანმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გაგრილების სისტემებს ატომურ ელექტროსადგურებზე. მან ასევე დაზინა, რომ იყო საფრთხის შემცველი რამდენიმე შემთხვევა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ზაპოროჟიაში, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. Საპოროჟია არაერთხელ ყოფილა ცეცხლის ალში გახვეული. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროსადგურის 6-ვე რეაქტორი უკვე თვეებია გათიშულია, მას მაინც სჭირდება ელექტროენერგია და პერსონალი გაგრილების სისტემებისა და უსაფრთხოების სხვა მახასიათებლების ფუნქციონირებისთვის.